საქალაქოში დასკვნით ეტაპზეა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის განხილვა. ამიტომ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სასჯელის ზომა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის. ამ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი გახდება პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის გამო გაასამართლებენ. გიორგი კვიჟინაძე გააშუქებს ამ პროცესს, რომელიც დეტალებით შემოუერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერში. საქალაქო სასამართლოში ბუნებრივია იმყოფებიან ამ კოალიციის წარმომადგენლები, ზურაბ ჯაფარიძის ოჯახის წევრები. ჩავთოთ გიორგი კვიჟინაძე, ის გვეტყვის უფრო მეტ საქალაქოდან. ლუკა, ახლა თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში კადრს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაპარტიელები და თანამოაზრეები იკრიბებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. დღეს არის დასკვნითი სხდომა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ მოსამართლის წინაშე ამ საქმესთან დაკავშირებით. შემდგომში კი არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ დღესვე გამოიტანოს ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი და არ არის გამორიცხული, რომ ზურაბ ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებაში დატოვოს მოსამართლემ. თქვენ ხედავთ აქ არსებულ სიტუაციას, ჯერჯერობით არ ეძლევათ ადამიანებს, რომ შევიდნენ სასამართლო სხდომათა დარბაზში, ელოდებიან ახლა სწორედ მოსამართლის ჩამოსვლას და შესაბამის მითითებას მანდატური სამსახურის წარმომადგენლები, რომ მოქალაქეები, რომლებიც მოსულები არიან სასამართლო პროცესზე დასასრებად, ისინი შეუშვან სასამართლო სხდომათა დარბაზში. როდესაც ასეთი გახმაურებული საქმეები ტარდება, რატომღაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად იქცა, რომ საქალაქო სასამართლოში პატარა დარბაზებში ტარდება ეს პროცესები. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ შევიდეს სხდომათა დარბაზში და დაესწროს სასამართლო პროცესს. თავად ზურაბ ჯაფარიძეც ესწრება დღევანდელ სასამართლო პროცესს. ახლა გავესაუბრებით ბორის ჩელეყულიას, რომელიც იმყოფება აქ. ბორის, მოგესალმებით. დღეს არის დასკვნითი სხდომა. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და რას ფიქრობთ ზოგადად იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც არის ზურაბ დაკავებული? მოლოდინი რა შეიძლება ამ შენობაში ხონდეს ადამიანს ადეკვატური მოლოდინი გვაქვს უსამართლობის გამომდინარე იქიდან, რომ აქ გადაწყვეტილებას არ იღებენ არგუმენტებზე დარყნობით, აქ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამას არ იღებს მოსამართლე, ამას აკეთებენ პოლიტიკოსები. დანარჩენ საჩეხავად თლად დასკვნითი სხდომა არ არის, უბრალოდ ზურაბს მხარე, დაცვის მხარე უდაოდ გახდის იმ ყველა იმტკიცებულებას, რომელიც მოტანილი აქვს ვალდებულ მხარეს და საბოლოოდ პროპაგანდას მოუწევს იმაზე მუშაობა, რომ დაარწმუნოს ადამიანები, რომ ჩვენი სახელი წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ვიღაცა ციხეში უნდა გაუშვა. მადლობა ბორის ჩელეყულიას ისმენდით. პირდაპირ ეთერში აქ გარდა კოალიცია ცვლილებისთვის ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლებიც არიან. გავესაუბრებით ლელოს წარმომადგენელს, მოგესალმებით. თქვენ მოხვედით ამ პროცესზე და ადიხართ ხოლმე ასევე სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვაზეც. ხომ რას ვნახავთ დღეს კიდევ ერთხელ საქალაქო სასამართლოში, რამდენად გამოჩნდება ამ მოსამართლეების არაობიექტურობა და მიკერძოებულება სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მისამართი? ყველაფერი მოსალოდნელია, აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ ჩვენ სასამართლო არ აქვს. და რა სასამართლოზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ვეცრები ძალიან ბევრ პროცესს და რასაც უყურებ რა ხდება დარბაზში, სასამართლო დარბაზში. ამას არ ქვია სასამართლო. ამიტომ ყველაფერს ველოდებით. დღეს შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ზურაბ გირჩს მიუსაჯონ ციხე 6-დან 1 წლამდე. ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომაც დავდივარ, იმიტომ რომ პატარა ჩემი წვილი შევიტანო და გულშემატკივარი. ასევე ამავე საქმეზე არის თქვენი ლიდერებიც, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც ბრალდებულები. ხომ არის თუ არა მოლოდინები, რომ ისინი შესაძლოა დააკავონ იმის მიუხედავად, რომ მათ გირავ გადაიხადეს? გირავ არაფერს შუაში არ არის ეს აღკვეთის ღონისძიება. ამიტომ ჩვენ პარტიაში ყველაფერს ველოდებით. ყველაფერს ველოდებით დაკავებასაც კი, რომელიც ალბათ 20-ში ჩატარდება 2 და 4 საათზე, შესაბამისად ბადრის და მამუკასი და ყველაფერს მოლოდინი გვაქვს. კიდევ ამბობ, უსამართლო ქვეყანაში რა სამართალს უნდა ველოდებოდეთ?
მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ასეთი ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ვითარება. მოქალაქეები ზურა ჯაფარიძის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, თანაპარტიელები ელოდებიან, როდის გაიხსნება სასამართლოს ხდომათა დარბაზი და როდის მიეცემათ მათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ ამ დარბაზში და დაესწრონ ზურაგირჩი ჯაფარიძის დასკვნით სასამართლო პროცესს, სადაც მხარეები იტყვიან დასკვნით სიტყვებს და არ არის გამორიცხული მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. ამ საქმესთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს, მაშინ როდესაც მას ამოეწურა უკვე გირაოს გადახდის ვადა. ეს არის საქმე, ეხება თეატრულუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება. ეს არის მუხლი, რომლის ფარგლებშიც ედავებიან ზურა ჯაფარიძეს. ამ მუხლთან მიმართებით ასევე დაკავებული არის კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ორი ლიდერი, ეს არის ნიკა მელია და ნიკა გვარამია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი არის დაკავებული და სხვა პოლიტიკოსების მიმართაც დაწყებული არის სისხლის სამართლებრივი დევნა. ნაწილმა მათგანმა გადაიხადა გირაო, დღეს მაგალითად გივით არგამაძის სასამართლო სხდომაც გაიმართება თეატრულუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოუცხადებლობის გამო.